შენ გრძნობა მას, არა? ეს მოუსვენრობა, რომელიც შენი გულიდან ამოდიან. ეს შეგრძნება, რომ რაღაც უფრო დიდი გიახლოვდება. თითქოს თვითონ სამყარო გიჩურჩულებს საიდუმლოებებს, რომელთაც მხოლოდ შენ შეგიძლია მოისმინო. არის ღამეები, როდესაც მოულოდნელად იღვიძებ მიზეზის გარეშე. შეხედავ საათს და რიცხვები ისეც ეკვავენ შენს თვალწინ. 9 სექტემბერი მხოლოდ კალენდარში მორიგი თარიღი არ არის. ეს არის განზომილებითი პორტალი, რომელიც წელიწადში ერთხელ იღება. მომენტი, როცა ხილულსა და უხილავს შორის ბარიერები ისეთივე თხელი ხდება, როგორც აბრეშუმის ქაღალდი. შენს ანგელოზებს ეს იციან. ისინი მოთმინებით ელოდნენ ამ მომენტს, აწყობდნენ სინქრონიზაციებს, ანთებდნენ ნიშნებს შენს გზაზე, გიმზადებდნენ იმის მისაღებად, რაზეც შენი სული ჩუმად მუდამ ლოცულობდა. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელიც ყველაფერს შეიძლება შეცვალოს. მზად ხარ თუ არა აღიარო პასუხი მაშინ, როცა ის მოვა თუ მისცემ უპრებას, რომ ის შენს ხელიდან გასცუროს, როგორც ოქროს ქვიშა. არსებობს მიზეზი, რის გამოც ახლა აქ ხარ. ზუსტად ამ სიტყვებს ისმენ ზუსტად ამ დროს. ეს არ არის დამთხვევა. არასდროს ყოფილა. შენს ანგელოზებს მოაწყვეს ყოველი დაჭერილი კლიკი, ყოველი წამი, რომელმაც აქამდე მოგიყვანა, რადგან მათ იციან, რომ მზად ხარ აღმოაჩინო რაღაც ისეთი, რაც შეიძლება მთლიანად გადააწეროს შენი ცხოვრების ისტორია. 9-900 პორტალი მხოლოდ მანიფესტაციაზე არ არის. ეს არის გამოცხადებაზე, იმაზე, რომ ბოლოს და ბოლოს გაიგო, რატომ დაიხურა გარკვეული კარები, რატომ ჩანდა გარკვეული გზების შეუძლებელი და რატომ ატარებს შენი სული ამ აუხსნელ წყურვილს რაღაც უფრო დიდისთვის. ჩემო ძვირფასო შვილო, ჩემო ნათლის ძვირფასო ასულო, მე ვარ მთავარანგელოზი, რომელიც შენს გვერდით დადიოდა იმ პირველი ამოსუნთქვიდანვე, რომელიც ამ სამყაროში გააკეთე. მე ვიცნობ თითოეულ ცრემლს, რომელიც შენს სახეზე ჩამოგორდა, თითოეულ ლოცვას, ჯურჩულით ნათქვამს ღამის სიჩუმეში, თითოეულ იმ წუთს, როცა ცას ახედე და იკითხე, ნუ თუ ვინმეს მართლა ადარდებდა შენი ტკივილი. მე აქ ვარ, რომ გითხრა, არა მხოლოდ ვინმე ზრუნავს, მე ვიზრუნებ შენზე და არასოდეს, არც ერთ წამს შენ მარტო არ ყოფილხარ ამ გზაზე. გრძნობ ჩემს ყოფნას ახლა? ის ნაზი სითბო, რომელიც შენს გულს ეხება, ის შეგრძნება, რომ ბოლოს და ბოლოს ვიღაც ნამდვილად გიგრძნობს? ეს მე ვარ, ჩემი ოქროსფერი სინათლის ფრთებით გეხვევი, ვქმნი წმინდა სივრცეს, სადაც შენი სული ბოლოს და ბოლოს შეძლებს მოსვენებას. ვიცი, რომ ზედმეტად მძიმე ტვირთი გიტარებია, რომ ცდილობდი ძლიერი ყოფილიყავი მაშინაც კი, როცა ყველაფერი რაც გსურდა, იყო საკუთარი სისუსტის აღიარება, ზრუნვისა და უსაზღრო სიყვარულის მიღება. დღეს ამ წმინდა მომენტში მინდა იცოდე, რომ ზუსტად ეს ხდება. შენ უსაზღროდ გიყვარს. არა იმის გამო, რასაც აკეთებ, არა შენი წარმატებებით ან მარცხებით, არა შენი გარეგნობით ან სოციალური სტატუსით. შენ გიყვარს იმ სუფთა არსებისთვის, რაც ხარ, ღვთიური ნაპერწკალი, თავად შემოქმედის ფრაგმენტი, რომელიც ამ მიწიერ სივრცეში წმინდა მისიით დადის, რომელსაც მხოლოდ შენ შეძლებს შეასრულო. 9 სექტემბრის პორტალი მხოლოდ კოსმოსური თარიღი კი არ არის. ეს არის მომენტი, როცა მე და შენი სულიერი საბჭოს ყველა ანგელოზი გადავწყვიტეთ, ჩვენი ყოფნა შენს ცხოვრებაში გავაძლიეროთ. ჩვენ გხედავდით, როგორ იბრძოდი, როგორ ეწინააღმდეგებოდი, როგორ ცდილობდი გაგეხსნა კარები, რომლებიც არ უნდა გახსნილიყო და ჩვენი ანგელოზური გულები თანაგრძნობით აივსო. დადგა დრო, რომ შეწყვიტო მარტო ბრძოლა. დადგა დრო, რომ მიიღო ის დახმარება, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომი იყო, მაგრამ შენ ან ზედმეტი სიმდაბლის გამო, ან იმის შიშით, რომ არ ხარ ღირსი, არასოდეს დაუშვი, რომ შენამდე მოსულიყო. მე ხელს გიჭერ ახლა. გრძნობ ის მშვიდობის შეგრძნება, რომელიც შენს გარშემო ეშვება როგორც ნაზი საბანი, მინდა რომ ერთად ვისუნთქოთ. ჩაისუნთქე ოქროსფერი სინათლე ღვთიური სიყვარულისა, ამოისუნთქე ყველა შეშფოთება, ყველა შიში, ყველა ეჭვი, რომელმაც შენი გონება მოიწამლა. შენ არ გჭირდება ეს მარტო იტვირთო, მე აქ ვარ, რომ შენი ტკივილი სიბრძნედ ვაქციო, შენი დაბნეულობა სიცხადეთ, შენი შიში ურყევრწმენად. ის პასუხი, რომელსაც ასე ძლიერად ეძებ, რომელიც გაღვიძებულს გტოვებს გამთენიისას, რომელიც გულს გიჩქარებს ყოველ ჯერზე, როცა მასზე ფიქრობ,
ეს პასუხი სადღაც შორს დამალული არ არის. ის აქ არის, ახლა ჩვენ შორის არსებულ წმინდა სივრცეში ცემს. მაგრამ იმისათვის, რომ ბოლომდე მიიღო იგი, ჯერ საჭიროა განიკურნოს გარკვეული ჭრილობები, რომლებიც ხელს უშლიდა შენს გულს სრულად გახსნილიყო იმ კურთხევების მისაღებად, რომლებიც გელოდება. მაგრამ სანამ ამ წმინდა პორტალის ყველაზე ღრმა საიდუმლოებებს გაგიმხელ, უნდა გაგიზიარო ის, რაც პირდაპირ შენს მცველ ანგელოზებს გულის სიღრმიდან გამოაქვთ. მათ მაჩვინეს ძლიერი ხილვა, ათასობით სული, შენსას მსგავსი, მთელ მსოფლიოში გაფანტული, ყველა დაკავშირებული ოქროსფერი ღვთიური სინათლის ძაფით, ყველა ერთსა და იმავე პასუხს ეძებს, ყველა ერთი და იმავე გარდაქმნისთვის ილტვის. და იცი რა გამაოცა ყველაზე მეტად ამ ხილვაში? ის ძალა, რომელიც იბადება მაშინ, როცა ეს სულები ერთიანდებიან საერთო მიზანში, როცა გადაწყვეტენ, რომ ერთმანეთს მხარი დაუჭირონ სულიერ გზაზე. შენს ანგელოზებს ჩურჩულით თქვეს რაღაც, რამაც ტანში ჟრუანტელი დამაყარა. როცა ერთ კეთილ სულს სხვა სულებამდე სინათლის მიტანა სურს, მისი სიუხვე 7-ჯერ 7-დან მრავლდება. ეს ფულზე არ არის, ეს ენერგიაზეა, წმინდა ურთიერთგაცემის წრეზე, რომელიც აჩქარებს შენსავე მანიფესტაციებს. თუ გრძნობ, რომ ეს გზავნილები შენს სულს შეეხო, თუ აღიარებ, რომ ეს არხი შენი იმედის შუქურად იქცა ყველაზე ბნელ მომენტებში, შენი ანგელოზები გიწვევენ, გახდე ამ სინათლის ნაკადის ნაწილი. მარტივი წვლილი ვალეო დიმაისში მხოლოდ მხარდაჭერა კი არაა. ეს არის დეკრეტი სამყაროსადმი, რომ მზად ხარ მიიღო უხვად. ეს გავს უქროსფერი თესლის დათესვას ციურ ბაღში, რომელიც აყვავდება იმ კურთხევებად, რომელთა წარმოდგენაც კი შენთვის შეუძლებელია. შენმა ანგელოზებმა გავიმხილეს, რომ ისინი, ვინც გულღია წვლილი შეაქვთ, თუნდაც უმცირესით ქმნიან ენერგეტიკულ ხიდს პირდაპირ უმაღლეს განზომილებებთან. ეს გავს იმ სიტყვებს: მე ვენდობი, მე მჯერა, მე ვიმსაუბრებ მიღებას. აი საიდუმლო, რომელსაც ცოტავინმე თუ იცნობს, ზუსტად იმ წამს, როცა წვლილს შეიტან, შენი ანგელოზები აქტიურებენ სიუხვის კოდებს შენს ენერგეტიკულ ველში. ეს ცრურწმენა კი არაა, ეს სულიერი კანონია. შენ აძლევ და სამყარო იშლება იმისათვის, რომ მიღებული გამრავლებული დაგიბრუნოს. მაგრამ ეს უფრო მეტიცაა. შენ ხდები სულიერი ოჯახის ნაწილი, სინათლის მცველი, რომელიც სხვა სულებს ეხმარება თავიანთი გზის პოვნაში. შენს ანგელოზებს ეს სარწმუნო ნაბიჯი ელოდებათ, რადგან ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ სრულად გაიხსნას 0909 პორტალი შენს ცხოვრებაში. ახლა, როცა ეს წმინდა თესლი სამყაროში დათესე, შენს ანგელოზებს სურთ, რომ რაღაც გაიგო, რაღაც, რაც ცილდება ყველა იმ სწავლებას, რაც აქამდე მიიღე. 9-9-ზე პორტალი მხოლოდ თარიღი არაა, ეს არის შეგნების მდგომარეობა, ვიბრაციული სიხშირე, რომელსაც შენი ანგელოზები სპეციალურად შენთვის ამზადებდნენ თვეების განმავლობაში, იქნებ წლებისაც კი. ყოველი ცრემლი, რომელიც დაღვარე, ყოველი უძილო ღამე, როცა შენს მიზანს კითხვის ნიშანს უსვამდი, ყოველი წამი, როცა სასახედე და ნიშანს ხვდოვდი, ყველაფერი ეს დაფიქსირდა, კატალოგში ჩაიწერა და კოსმოსურ საწვავად იქცა ზუსტი მომენტისთვის. შენ შეამჩნიე, როგორ ცხოვრობენ ზოგიერთები სრულიად სხვა რეალობაში ვიდრე შენ. თითქოს მათ ჰქონდეთ საიდუმლო სახელმძღვანელო ცხოვრებისთვის, ხოლო შენი ბრძვი იმისთვის, რომ გაშიფრო კოდები, რომლებიც თითქოს უძველეს ენაზეა დაწერილი. შენმა ანგელოზებმა გამიმხილეს რაღაც შემაშფოთებელი. დიახ, სახელმძღვანელო არსებობს. დიახ, კოდიც არსებობს და შენ მასზე ყოველთვის ჰქონდა წვდომა. განსხვავება ის არის, რომ ზოგი სული სწავლობს სწორ სიხშირეზე ტალღის დაჭერას, ხოლო სხვები რჩებიან სავსი სტატიკითა და ჩარევებით დატვირთულ სადგურებზე. 9 სექტემბრის პორტალი გავს კოსმოსურ გადატვირთვას. მომენტს, როდესაც ყველა სიხშირე სრულყოფილად ერთდება და გაძლევს საშუალებას, რომ ბოლოს და ბოლოს მოერგო შენი სულის სადგურს. მაგრამ აი რას გინდობენ, რომ იცოდეს შენი ანგელოზები. ეს პორტალი ავტომატურად ყველასთვის არ ეხსნება. ის პასუხობს მხოლოდ მათ, ვინც ნამდვილად მზად არიან საკუთარი ძველი ვერსიებისგან გათავისუფლდნენ. მათ, ვისაც ყოფნის გამბედაობა სარკეს შეხედონ და თქვან, მე ვირჩევ განსხვავებულ რეალობას. არსებობს ერთი კითხვა, რომელსაც შენი ანგელოზები ყოველ დღეს სვამენ შენზე. კითხვა, რომელიც წვეთს მზად არის თუ არა იმ პასუხების მისაღებად, რასაც ეძებ. ეს სული მზად არის, რომ გაათავისუფლოს კონტროლი და ენდოს ღვთიურ პროცესს? რადგან ნახე,
პასუხი, რომელსაც ეძებ, შეიძლება სრულიად სხვა ფორმით მოვიდეს, ვიდრე წარმოგიდგენია. შეიძლება მოვიდეს მოულოდნელი ადამიანის მეშვეობით, შესაძლებლობის სახით, რომელიც თავდაპირველად შემაშფოთებელი ჩანს, ან სიტუაციით, რომელიც აიძულებს, რომ შენი კომფორტის ზონიდან გახვიდე. შენი ანგელოზები ახლა ჩურჩულებენ. თუ გრძნობ, რომ მზად ხარ გაათავისუფლო კონტროლი და ენდო ღვთიურ პროცესს, თუ მზად ხარ მიიღო პასუხები, თუნდაც ისინი მოულოდნელად შეფუთული მოვიდნენ, განაგრძე ჩვენთან ერთად ყოფნა. ის, რაც მოდის შემდეგ, ყველაფერს შეიძლება შეცვალოს. 9 სექტემბრის პორტალი პასუხს კი არ მოგცემს. ის მოხსნის იმ საბურველს, რომელიც გიშლიდა იმის დანახვას, რაც უკვე აქ არის. ეს გავს ბურუსით დაფარული სარკის გაწმენდას. გამოსახულება ყოველთვის იქ იყო, უბრალოდ შენ ვერ ხედავდი მას სიზუსტით. შენმა ანგელოზებმა დაუღალავად იმუშავეს, რათა მოემზადებინათ ეს აბსოლუტური სიცხადის მომენტი. შენი ცხოვრების ყოველი გამოცდილება მოაწყვეს როგორც კოსმოსური პაზლის ნაწილი, რომელიც ახლა საბოლოოდ აზრ შეიძენს. აი ის ნაწილი, რომელმაც შეიძლება ზოგი ადამიანი შეაშინოს, როცა ბოლოს და ბოლოს დაინახავ პასუხს სრული სიცხადით, როცა საბურველი სრულიად მოიხსნება, შენ გააცნობიერებ, რომ ბევრი რამ, რასაც ფიქრობდი, რომ გსურდა, სულაც არ იყო შენი სულის ნამდვილი სურვილი. გაიგებ, რატომ დაიხურა გარკვეული კარები, რატომ წავიდნენ გარკვეული ადამიანები შენი ცხოვრებიდან, რატომ არ განხორციელდა ზოგიერთი ოცნება ისე, როგორც შენელოდი. იფიქრე ამაზე. რამდენჯერ ილოცე გამოსავლისთვის, სასწაულისთვის, ცლილებისთვის? ვერაცნობიერებდი, რომ თავად შენ იყავი ის ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც უნდოდა სამყაროს ამ გარდაქმნისთვის? რამდენჯერ ელოდი, რომ ვიღაც მოსულიყო და გადაგერჩინა, მაშინ როცა შენი ანგელოზები ელოდნენ, როდის მიხვდებოდი, რომ ყოველთვის ჰქონდა ძალა საკუთარი თამის გადასარჩენად? 9-მეცხრეს პორტალი მზა პასუხებს კი არ მოიტანს, ის გააღვიძებს შემოქმედს, რომელიც მუდამ შენ შიგნით არსებობდა. შენმა ანგელოზებმა მაჩვენეს რაღაც, რაც თავიდან შეიძლება შემაშფოთებლად ჟღერდეს. ის ცხოვრება, რომელსაც აქამდე ცხოვრობდი, მხოლოდ რეპეტიცია იყო. თავარი წარმოდგენა ახლა იწყება. ყველა გამოცდილება, ყველა გაკვეთილი, ყველა ნაიარევი, რომელსაც ატარებ, იყო მხოლოდ მომზადება იმ როლისთვის, რომელიც ამ პლანეტაზე შესასრულებლად მოიტანე. და ეს როლი ბევრად უფრო დიდია, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე გიფიქრია. შენ აქ არ მოსულ ხარ მხოლოდ იმისთვის, რომ გადარჩე, გადაიხადო გადასახადები და რუტინას მიხვე. შენ მოსული ხარ, რომ გარდაქმნის კატალიზატორი იყო. მაგრამ აი ის ნაწილი, რომელსაც შენი ანგელოზები გინდობენ, რომ აბსოლუტური სიცხადით გაიგო. როცა ბოლოს და ბოლოს მიიღებ ამ როლს, როცა შეწყვეტ საკუთარი ძალის წინააღმდეგ ბრძოლას, როცა შეწყვეტ საკუთარი თავის დამალვას თავისმართლებისა და თვითდაწესებული შეზღუდვებისთვის, შენი ცხოვრება იმდელად სწრაფად შეიცვლება, რომ მოგიწევს დაიჭირო თავი, რომ ბალანსი არ დაკარგო. შენს გარშემო მყოფი ადამიანები შენში ცვლილება შენსავე გაცნობიერებამდე დაინახავენ. შესაძლებლობები გამოჩნდება მოულოდნელი ადგილებიდან. რესურსები გამოიხატება სწორედ მაშინ, როცა ყველაზე მეტად დაგჭირდება. იცოდი რატომ? იმიტომ რომ, როცა ბოლოს და ბოლოს სრულად ეწყობი შენს ჭეშმარიტ მიზანს, მთელი სამყარო შენს სასარგებლოდ იბრძვის. ეს მეტაფორა კი არ არის, ეს კოსმოსური კანონია. შენს ანგელოზებს ამ დამთხოვის მომენტი ელოდათ, რადგან იციან, რომ როგორც კი სრულად გაიღვიძებ, სინათლის შუქურად იქცევი სხვა სულებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ სიბნელეში არიან დაკარგული. შენ გახდები პრობლემების გადაწყვეტის ნაწილი ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ კიდევ ერთი ადამიანი იყო, ვინც პრობლემებზე ჩივის. 9 სექტემბრის პორტალი მხოლოდ თარიღი კი არ არის კალენდარში. ეს არის ყოფიერების მდგომარეობა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეგიძლია შეეხო, როგორც კი ამოიცნობ საიდუმლო კოდს. ეს კოდი არც ძველ წიგნებშია დაწერილი, არც წმინდა ტაძრებში დამალული. ის ჩაწერილია შენი საკუთარი გულის სიხშირეში, რომელიც ელოდება ზუსტ კომბინაციას რწმენის, დანებისა და შთაგონებული ქმედების. შენმა ანგელოზებმა გამიმხილეს, რომ როცა ბოლოს და ბოლოს გაშიფრავ ამ კოდს, როცა იდეალურად შეაჯერებ აზრს, გრძნობას და მოქმედებას, შენ მხოლოდ იმ პასუხს კი არ მიიღებ, რასაც ეძებდი, შენ ცოცხალ პორტალად იქცევი მანიფესტაციისთვის. მაგრამ აი რას გინდობენ შენი ანგელოზები აბსოლუტური სიცხადით გაგაგებინონ. ეს პორტალი მხოლოდ მათთვის რჩება ღია, ვისაც ყოფნის გამბედაობა დაუყოვნებლივ იმოქმედოს, როცა დივაინ ხელმძღვანელობას იღებს. არა ხვალ,
არა შემდეგ კვირას, არა მაშინ, როცა პირობები იდეალური გახდება, ახლა, რადგან პასუხი, რომელსაც ეძებ, არ მოვა როგორც პასიური აზრი ან თეორიული გამოცხადება, ის მოვა როგორც შეუჩერებელი ბიძგი, რომ გააკეთო რაღაც კონკრეტული, რამაც შეიძლება არალოგიკურად გამოჩნდეს შენი გონებისთვის, მაგრამ სრულყოფილად გასაგები იქნება შენი სულისთვის. შენმა ანგელოზებმა მაჩვენეს, რომ მომდევნო წუთებში, როცა ამ სიტყვებს შეიგრძნობ, რაღაც შენ შიგნით ამოძრავდება, ერთგვარი სისწრაფე დაიბადება, სიცხადე გამოვლინდება, გზა განათდება და ამ ზუსტ მომენტში შენ გექნება არჩევანი, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ შენს მომავალ თვეებს, არამედ შესაძლოა შენს მომავალ წლებსაც. ენდობი იმას, რასაც შენი სული გიჩვენებს, თუ მისცემ უფლებას შენს რაციონალურ გონებას დაგარწმუნოს, რომ მეტი მტკიცებულება გჭირდება. პასუხი, რომელსაც ეძებს, სწორედ ამ არჩევანის მეორე მხარეს არის. შენი ანგელოზები გელოდებიან. პორტალი ღიაა. შენი სული უკვე იცის, რა უნდა გააკეთო. ერთადერთი კითხვა, რაც რჩება, არის მზად ხარ თუ არა გადადგა პირველი ნაბიჯი იმ ცხოვრებისკენ, რომელიც მუდამ მიცოდი, რომ შესაძლებელი იყო, მაგრამ არასოდეს ქონდა გამბედაობა ის შენად მიგეღო. ჩემო საყვარელო შვილო, ჩემო ძვირფასო ნათლისასულო, მინდა იცოდე, რომ ჩვენი საუბარი აქ არ სრულდება. ყოველ ჯერზე, როცა მე დაგჭირდები, ყოველ ჯერზე, როცა თავს დაკარგულად ან მარტო იგრძნობ, ყოველ ჯერზე, როცა შენს ღირებულებას ან გზას ეცქვეშ დააყენებ, მე აქ ვიქნები. უბრალოდ დახუჭე თვალები, დაადე ხელი გულს და ჩურჩულით წარმოთქვი ჩემი სახელი. მე მოვალ მირბილით, ფრთებით შემოგეხვევი და შეგახსენებ, ვინ ხარ სინამდვილეში. 9 სექტემბრის პორტალი მხოლოდ თარიღი კი არ არის. ეს არის შეგნების მდგომარეობა, რომელსაც შეგიძლია შეეხო ყოველთვის, როცა აირჩევ შენი ნება ღვთიურ ნებას შეუსაბამო. ეს არის მომენტი, როცა წყვეთ ცხოვრების ნაკად წინააღმდეგობას და იწყებ მასთან ერთად ცეკვას. ეს არის მომენტი, როცა წყვეთ შენი კურთხევების წინააღმდეგ ბრძოლას და იწყებ მათ ღია გულით მიღებას. პასუხი, რომელსაც ეძებდი, უკვე იწყებს გამოვლენას შენს ცხოვრებაში. იქნება რა იმ ფორმით, როგორც ელოდი. იქნება რა იმ დროს, როგორც დაგეგმე, მაგრამ სწორედ იმ გზით, როგორც შენს სულს სჭირდება ზრდისთვის, გაფართოებისთვის და იმისთვის, რომ გახდე ის, ვინც აქ მოსასვლელად ხარ. ენდე პროცესს, ენდე ღვთიურ დროს, ენდე ახლა ერთად ვილოცოთ. მნიშვნელობა არ აქვს შენს რელიგიას, კონკრეტულ რწმენებს ან სულიერ გამოცდილებას. ეს არის გულიდან წამოსული ლოცვა. ინტიმური საუბარი შენი სულისა და ღვთიურის შორის, რომელსაც შუამდგომლობს ჩემი უპირობო სიყვარული შენს მიმართ. ნაზად დახუჭე თვალები. ღრმად ჩაისუნთქე. იგრძენი ჩემი არსებობა, რომელიც გეხვევა ოქროსფერი მოსასხამის მსგავსად, დაცვისა და სიყვარულის. ახლა გაიმეორე ჩემთან ერთად, იქნება ეს ხმომაღლა თუ ჩუმად შენს გულში. ზეციერი მამაო, ყოველი სიყვარულისა და ყოველი სინათლის წყარო, მოვდივარ შენს წინაშე მადლიერი გულით და გახსნილი სულით. გმადლობ, რომ არასოდეს დამტოვე, მაშინაც კი, როცა თავს სრულიად მარტო ვგზნობდი. გმადლობ, რომ გამომიგზავნე შენი ანგელოზი, რათა შემახსნენო, ვინ ვარ სინამდვილეში. ვაღიარებ, რომ ვეწინააღმდეგებოდი შენს კურთხევებს იმის შიშით, რომ არ ვიყავი ღირსი. ვაღიარებ, რომ ვიბრძოდი ცხოვრების ნაკადთან, რადგან მინდოდა მეკონტროლებინა ის, რასაც მხოლოდ შენ აკონტროლებ. დღეს მე ვირჩევ დანებებას. დღეს მე ვირჩევ ნდობას. დღეს მე ვხსნი ჩემს გულს მთლიანად იმ სიყვარულისთვის, რომელიც მუდამ ხელმისაწვდომი იყო. შემომიტევე ყველა ის დრო, როცა შენი სიყვარულის შემეპარებო დაეჭვი. შემომიტევე ყველა ის დრო, როცა საკუთარ თავს ვამწირებდი მაშინ, როცა შენ დამქმენი რომ გამენათებინა. შემომიტევე ყველა ის დრო, როცა შიშს ვირჩევდი რწმენის ნაცვლად. მეც ვპატიობ საკუთარ თავს და ვირჩევ საკუთარ თავს ისევ უყვარდე, როგორც შენ გიყვარვარ, უპირობოდ. გიბარებ შენ ყველა ჩემს აზრუნავს, ყველა ჩემს შიშს, ყველა ჩემს ეჭვს. შენ სიყვარულით სავსე ხელებში ვდებ ჩემს მომავალს, ჩემს ურთიერთობებს, ჩემს კარიერას, ჩემს ჯანმრთელობას, ჩემს ოცნებებს. მე ვენდობი, რომ შენ უკეთიცი რა არის საუკეთესო ჩემთვის და რომ ყველაფერი სრულყოფილად ვითარდება ჩემი უმაღლესი სიკეთისთვის. გახსენი ჩემი გული, რათა მივიღო ის კურთხევები, რაც გამიმზადე. გახსენი ჩემი გონება,
რათა ვიცნო შესაძლებლობები, რომლებიც გამომიგზავნე. გახსენი ჩემი თვალები, რათა დავინახო სასწაულები, რომლებიც ყოველდღე ხდება ჩემ გარშემო. აქციე მე შენი სინათლის არხად, შენი მშვიდობის იარაღად, სიყვარულის წყაროდ ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც ჩემს გზას გადაკვეთს. ნუღარასდროს დამავიწყდება, რამდენად ძვირფასი ვარ შენს თვალში. ნუღარასდროს შემეპარება ეჭვი ჩემს ფასეულობასა და მიზანში. ვიარო ყოველდღე იმის ცოდნით, რომ შენს მიერ მიყვარხარ, დაცული და მართული შენითა და შენი ანგელოზებით. აკურთხე ყველა ის, ვინც ასევე ეძებს პასუხებს, ვინც ასევე იბრძვის შიშებსა და ეჭვებთან, მათაც პოვონ ის მშვიდობა, რაც მე ვიპოვე დღეს, მათაც შეახსენოს, ვინ არიან სინამდვილეში. გმადლობ მამაო ამ წმინდა მომენტისათვის. გმადლობ შენი სიყვარულისთვის, რომელიც არასოდეს მარცხდება. გმადლობ შენი მადლისთვის, რომელიც მაძლიერებს. გმადლობ შენი ანგელოზისთვის, რომელმაც აქამდე მომიყვანა. შენს წმინდა სახელზე ვლოცულობ. ამინ. ღრმად ჩაისუნთქე, ჩემო საყვარელო. იგრძენი მშვიდობა, რომელიც შენზე ჩამოდის ნაზი წვიმასავით. იგრძენი ჩემი სიყვარული, რომელიც გეხვევა შენი სხეულის ყოველი უჯრედის, შენი გონების ყოველი აზრის, შენი გულის ყოველი გრძნობის გარშემო. შენ აღარ ხარ ის ადამიანი, ვინც ამ გზავნილის მოსმენას იწყებდა. შენ გარდაიქმნენი, ამაღლდი. შეგახსენდა შენი ნამდვილი იდენტობა. მე ყოველთვის შენთან ვიქნები. დილას, როცა გაიღვიძებ, იქ ვიქნები და მოგესაუბრები გამხნევებით. ღამით, როცა დაწვევი, იქ ვიქნები და დავიცავ შენს ძილს. გადაწყვეტილების მომენტებში იქ ვიქნები და გაგიძღვები ნაბიჯებში. სიხარულის დროს იქ ვიქნები და ერთად ვიზეიმებთ. ტკივილის დროს იქ ვიქნები და ჩემს ფრთებზე აგიდაცებ. მშვიდობით წადი, ჩემო ძვირფასო შუქის შვილო. წადი, იცოდე, რომ შენზე მეტის მიყვარხარ, ვიდრე წარმოგიდგენია. წადი, იცოდე, რომ გაქვს წმინდა მიზანი ამ სამყაროში. წადი, იცოდე, რომ შენი ცხოვრების საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის. პორტალი ღიაა, შენი ახალი ცხოვრება ახლა იწყება. ჩემი მთელი ანგელოზური სიყვარულით, შენი მცველი მთავარანგელოზი.